მოგესალმებით. უკრაინის ომი და ყველა მისი თანმდევი პროცესი იდეალური საშუალებაა Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობისთვის საიმისოდ, რომ ევროკავშირი დასუსტდეს. ამ სქემის შედეგებს დღეს ძალიან კარგად ვხედავთ. დღეს იმაზე არ ვისაუბრებთ, თუ როგორ შეიცვალა ბრიუსელის ბიუროკრატიისა და ევროკრატების რიტორიკა და როგორ აღმოჩნდა, რომ რუსეთი, რომელიც სანქციების დაწესებიდან მალევე უნდა დამარცხებულიყო, დღეს თურმე ომში წარმატებებს აღწევს და ფრონტზე წინ მიდის. ეს ცალკე გადაცემის თემაა. დღეს იმაზე ვისაუბრებთ, თუ როგორ მოხდა, რომ ერთი შეხედვით ერთიანი ევროკავშირი, რომელიც რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხებას გეგმავდა, დღეს შიდა საკითხებს ვეღარ ალაგებს და განხეთქილების პირას არის მისული. დღეს სლოვაკეთისა და უნგრეთის ლიდერები ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიას ომისკენ მიჰყავს ევროკავშირი და ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ ომი არ დასრულდეს. თუმცა მათი ხმა ბრიუსელში არ ესმით. პირიქით, დღიდან დღემდე ყველაზე უფრო რადიკალურ ნაბიჯებს დგამენ. ამ რადიკალურ ნაბიჯებში ევროკავშირში არსებული რუსული ფინანსური აქტივების კონფისკაციის თემა ერთ-ერთია. ურსულა ფონ დერ ლაიენს, მის ევროკომისრებსა და მერცი მაკრონის სტარმერის ტრიოს დაჟინებით სურთ ამ რუსული აქტივების კონფისკაცია. საუბარია დაახლოებით 260 მილიარდ ევროზე. ჯერ ერთი კომიკური ფაქტი ის არის, რომ უკრაინაში გამსხლარი კორუფციული სკანდალის ფონზე ბრიუსელის ბიუროკრატია უკრაინისთვის ფინანსების გადაცემაზე საუბრობს. აქ ძალიან კარგად ჩანს, რომ მათთვის კორუფცია, კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ღირებულებები და ევროპული სტანდარტები არაფერს არ წარმოადგენს. მთავარია კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლება Deep State-ის მითითებებს მიხვებოდეს და დანარჩენი სულ რომ მთელი ბიუჯეტი მოიპარონ, მაინც ხმას არ ამოიღებენ. უკრაინა და ვადაგასული პრეზიდენტი ზელენსკი ამის კარგი მაგალითია. მეორე და უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ რუსული აქტივების კონფისკაციის გზით ევროკავშირი როგორც ფინანსური კავშირი საერთოდ დაკარგავს ნდობას. წესით და რიგით ევროკავშირი დგას ღირებულებებზე, სადაც კერძო საკუთრება ხელშეუხებელია. არ აქვს მნიშვნელობა ეს კერძო საკუთრება ვისია. მით უმეტეს ხელშეუხებელია ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში დაცული სხვა ქვეყნის თანხები. დიდი ფინანსისტობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ თუ ევროკავშირი რუსული აქტივების კონფისკაციას მოახდენს და არანაირად არ აქვს მნიშვნელობა ამას რას დაარქმევენ, ეს გავლენას მოახდენს ევროს სანდოობაზეც და ზოგადად ევროკავშირის სანდოობაზე. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თუ ასეთი პრეცედენტი მოხდება, იმავეს რუსეთის ხელისუფლებას გააკეთებს ევროპული აქტივების მიმართ. მედიაში იმაზეც არის საუბარი, რომ რუსეთის ხელისუფლებას საფასუხოდ შეუძლია ევროკავშირის, შვეიცარიისა და ნორვეგიის აქტივების კონფისკაცია რუსეთის ტერიტორიაზე. ასეთი აქტივების რაოდენობა კი დაახლოებით 266 მილიარდი დოლარია. თუმცა მიუხედავად ასეთი მოცემულობისა, ევროკავშირში მაინც არიან ისეთი ქვეყნები, რომელთა ლიდერებს არა რეალური სურათი, არამედ დაკვეთების შესრულება უფრო ანაღვლებს და აინტერესებთ. ევროკავშირის წევრი 7 ქვეყანა ბრიუსელს მოუწოდებს გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედოს, რათა უკრაინის ფინანსური დახმარების უზრუნველყოფა შეძლო. ასეთი პოზიციაა დაფიქსირებული ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და შვედეთის ლიდერების მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიუ კოშტასა და ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი გაგზავნილ ერთობლივ წერილში. ალბათ არავისთვის იქნება გასაკვირი, რომ ყველაზე უფრო რადიკალი ქვეყნების სიაში მოხვდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი. დღეს უკვე აშკარაა, რომ რაც უფრო აქტიურდება რუსული აქტივების კონფისკაციის საკითხი, მით უფრო მეტად უპირისპირდებიან ერთმანეთს ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ბელგიის პრემიერ-მინისტრს ბარტ დე ვევერს, როგორც ჩანს, უკვე მეტის მოთმენა ნამდვილად აღარ შეუძლია და იმის აღიარებაც კი დაიწყო, რომ სრული ილუზიაა რუსეთის უკრაინაში დამარცხება და თურმე არც არის სასურველი წააგოს და არასტაბილურობა დამყარდეს ქვეყანაში, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს. ის რისის ბელგიის პრემიერ-მინისტრს ყველაზე მეტად ეშინია, არის შედეგები. როცა საქმე სასამართლომდე მივა, შემდეგ ძნელი იქნება იმის მტკიცება, რომ ყველაფერი უკრაინის მხარდასაჭერად კეთდებოდა და ამიტომ ევროპელმა ქვეყნებმა სხვისი ქონების მიტაცება გადაწყვიტეს. პრაქტიკულად ის, რასაც ფონ დერ ლაიენი და მისი ევროკომისრები უკრაინის დახმარებას უწოდებენ, ეს ერთი მხრივ არის კერძო საკუთრების ხელშეუხებლობაზე თავდასხმა და მეორე მხრივ უკრაინულ კორუფციაში მსხვილი შენატანი. ევროკავშირში რუსულ აქტივებზე დაპირისპირების შესახებ ნახეთ ანი ნადირაშვილის სიუჟეტი.
ფული რუსული, პრობლემა ევროპული. ვითარება იმდენად პარადოქსული და კომიკურია, რომ პოლიტიკოს სტატიას წვიმიანი ბრიუსელით იწყებს. ისე თითქოს იმ დღეს, 23 ოქტომბერს, ევროპელი ლიდერების შეკრებაზე უფრო მნიშვნელოვანი წვიმიანი ამინდი იყო. არადა სტუმრად ევრობიუროკრატებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჰყავდათ. სტუმარს ძვირად ღირებულ საჩუქარს დაპირდნენ. საზეიმოდ განუცხადეს, რომ კიევს 140 მილიარდი ევროს ოდენობის გიგანტურ სესხს მისცემენ. პოლიტიკო აღწერს, როგორი ახტაცებით შეატყობინეს ევროლიდერებმა ეს ახალი ამბავი ზელენსკის. სხვადასხვა პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები იმდენად დარწმუნებულნი იყვნენ კრედიტის გაცემის გეგმის წარმატებაში, რომ იმაზეც დაობდნენ ერთმანეთში, როგორ უნდა დაეხარჯათ ეს ფული. საფრანგეთს სურდა ამ ფულით უკრაინას ევროპული წარმოების შეიარაღება ეყიდა. ფინეთი კი, როგორც ბევრი, დარწმუნებული იყო. ზელენსკის უნდა ჰქონოდა უფლება შეეძინა ნებისმიერი საჭირო აღჭურვილობა ნებისმიერ ადგილას. თელეკომედია აქედან იწყება. ითათბირეს, იკამათეს, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ. სადილის შემდეგ კი საერთოდაც აღმოაჩინეს, რომ სინამდვილეში არანაირი სესხი არ შეიძლება იყოს. წვიმიან ამინდში ევროკავშირის პოლიტიკური ელიტის იმედს, როგორც პოლიტიკო წერს, სასიკვდილო დარტყმა ბელგიამ მიაყენა. სასიკვდილო დარტყმა მათ ბარტ დე ვივერმა მიაყენა. ბელგიის 54 წლის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ცნობილია თავისი მრგვალსაყელოიანი მაისურებით, რომაული ისტორიებით და ცვიერი იუმორისტული შენიშვნებით, ევროკავშირის სამიტის მაგიდასთან ექსპრესიულ ფიგურად გამოიყურება. თუმცა ამჯერად იგი საგანგებოდ სერიოზული იყო, პოზიციებს არ უთმობდა. ეს სრული აბსურდია, ციტირებს ბარტ დე ვივერს პოლიტიკო. ბელგიის პრემიერის კი ევროლიდერებს არ აქვთ. ამიტომაც ვერც შეთანხმებას მიაღწევენ და არც რაიმე ოფიციალური დოკუმენტი გაფორმდება. პოლიტიკოს შეფასებით შეხვედრა წარმატების იმედსაც არ დატოვებს. მთავარი დილემა იგივე რჩება. შეძლებენ თუ არა ევროკავშირის უმაღლესი სამსახურების ხელმძღვანელები, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ანტონიო კოშტა დაარწმუნონ დე ვევერი, რომ თავისი პოზიცია შეცვალოს. ჯერჯერობით სიტუაცია უმწეოდ გამოიყურება. ვნახოთ, რა სახის მეგაგრანტზეა საუბარი და ვის ეკუთვნის ის. 400 მილიარდი ევრო ეს არის ის თანხა, რომელიც მსოფლიო ბანკის შეფასებით უკრაინას ომის გასაგრძელებლად სჭირდება. 300 მილიარდი ევრო. ეს არის რუსული ცენტრალური ბანკის აქტივები, რომელიც გაყინულია ევროკავშირში და G7-ის ქვეყნებში. 211 მილიარდი ევრო დაცულია პირდაპირ ევროკავშირის ბანკებში. მათი უმეტესობა ბელგიურ ევროკლიერში ინახება. სწორედ ამ გაყინულ რუსულ აქტივებს სთავაზობს ბრიუსელის ზელენსკის. ურსულა ფონ დერ ლაიენის ეს ინიციატივა იმდენად საზიანოდ ფასდება, რომ ევროპიან კონსერვატივი მას პირდაპირ სასიკვდილო გადაწყვეტილებას უწოდებს. ძველად ამბობდნენ, ღმერთები ჭკუიდან შლიან მათ, ვისაც დაღუპვას უპირებენ. ეს ფრაზა გამოცემის მხრიდან მკაფიო სიგნალია. ევროკავშირი დგამს ნაბიჯს, რომელიც იმდენად სახიფათო და ირაციონალურია, რომ საღი გონების საზღვრებს ცდება და თავად ევროპისთვის გარდაუვალ კატასტროფას ნიშნავს. ამავე აზრს უსვამს ხაზს ჰედლაინშიც. ბრიუსელის უგუნური მცდელობები რუსეთის აქტივების ხელში ჩასაგდებად თავად ევროპას ავნებს. ბელგია მკაფიოდ ეწინააღმდეგება ამ გეგმას. ქვეყნის პრემიერი საკუთარ პოზიციაში აბსოლუტურად დარწმუნებულია და პრინციპული ტონით აცხადებს, რომ ასეთ შეთანხმებას ხელს არასოდეს მოაწერს. მისი ციტატა პოლიტიკოს მოჰყავს. ჩვენ არ ვაპირებთ ავკიდოთ ბელგიას რისკები, რომლებიც ასობით მილიარდში იზომება. არც დღეს, არც ხვალ, არც ოდესმე. ბარტ დე ვივერის ფორმულირება იმდენად კატეგორიულია, რომ თავიდანვე ნათელი ხდება. ფონ დერ ლაიენის ინიციატივა ვერც მოლაპარაკების საგანი გახდება, არც ვაჭრობის თემად იქცევა და კომპრომისით სრულიად გამორიცხულია. ბელგიის მთავრობა ამ პოზიციას არ შეცვლის. ბელგიას სასანქციო პოლიტიკა აშინებს, რომელიც ძალიან მოწყვლადია. ერთი ვეტოც კი საკმარისია იმისთვის, რომ გაყინული ფული, ასე ვთქვათ, გალღვეს და რუსეთმა მასზე წვდომა მოითხოვოს. იმ ფულის დაბრუნებაზე პასუხისმგებელი კი, რომელიც ბრიუსელმა კიევს გადასცა, მხოლოდ ბელგია იქნება. ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ექსპერტი ალექსანდრ კოლიანი დოჟდთან საუბარში ამბობს. ევროკლირს აშფოთებს, რომ თუ გაიცემა რეპარაციული ობლიგაციები და ისინი ევროკლირის ბალანსზე დადგება როგორც უზრუნველყოფა ამ გაყინული რუსული ფულით, შეიძლება მოხდეს ასეთი რამ. მაგალითად, უნგრეთი ან სლოვაკეთი სანქციების გაგრძელების მომდევნო კენჭისყრაზე აღარ დაუჭერს მხარს რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაგრძელებას. თუ სანქციები გაუქმდება, აღარაფერი შეუშლის ხელს რუსეთის ცენტრალურ ბანკს თავისი ფული ევროპული ანგარიშებიდან რუსეთში გადაიტანოს. ასეთ შემთხვევაში ევროკლირის ბალანსზე დარჩება უზარმაზარი ხვრელი და ბელგიის მთავრობას მოუწევს ამ ხვრელის ამოვსება. აი სწორედ ეს არის, რაც მათ ყველაზე მეტად ეშინიათ.
ევროკლიერის პასუხისმგებლობა შეიძლება გადაიქცეს ბელგიის ბიუჯეტურ ტვირთად. ამიტომაც არის ის ამდენად მიუღებელი. მოგვიანებით ბრიუსელში რუსული აქტივებით უკრაინის დახმარების ფორმულა შეიცვლება. ევრობიუროკრატები იტყვიან, რომ საუბარია არა მთლიან თანხაზე, არამედ მხოლოდ მოგების პროცენტზე. Financial Times იწერს. ევროკავშირი ამ ფულს ევროკლირს ჩამოართმევს და შემდეგ უკრაინას მისცემს სესხის სახით, ნულოვანი პროცენტის განაკვეთით. უკრაინა ვალდებული იქნება დააბრუნოს ეს თანხა მას შემდეგ, რაც რუსეთი ომის შემდგომ რეპარაციებს გადაიხდის. რუსეთის აქტივებს ბრიუსელი 2020 წლის თებერვალში ომის დაწყებისთანავე გაყინავს. ამის შემდეგ რუსეთს აღარ ექნება შესაძლებლობა ევროკლიერის ბელგიური დეპოზიტიდან თანხა გაიტანოს, ან რაიმე სახის ფინანსური ოპერაციები განახორციელოს. ევროკლიერი მოსკოვს ანგარიშებზე წვდომას სრულიად შეუზღუდავს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აქტივები უბრალოდ გაყინულია. ევროკავშირის ფინანსური წესები ევროკლიერს ავალდებულებს განახორციელოს აუცილებელი ტექნიკური ოპერაციები. ტექნიკური ოპერაციები ნიშნავს, რომ ევროკლიერს შეუძლია აწარმოოს მხოლოდ ის მინიმალური პროცედურები, რომლებიც საჭიროა აქტივის შენახვისა და აღრიცხვისთვის, მაგრამ არ შეუძლია მათი გაყიდვა, გატანა, მართვა ან კომერციული გამოყენება. ასე რომ გაყინულია არ ნიშნავს, რომ უმოქმედოა. ფული გაყინულია რუსეთისთვის, მაგრამ ევროკლიერი ვალდებულია მასზე ფინანსური წესების შესაბამისად იმუშაოს. ამ მუშაობიდან წარმოშობილი მოგება 3 მილიარდს შეადგენს. სწორედ ამ პროცენტის გადაცემას მოისურვებს შემდეგ ეტაპზე ლაიენი ზელენსკისთვის. თუმცა ეს შერბილებული ვარიანტიც ბელგიის ფინანსურ რისკებს ვერ ამცირებს. საქმე ისევ იმ სანქციებშია, რომელსაც ბრიუსელი ყოველ 6 თვეში ერთხელ უყრის კენჭს. და როცა ის მოიხსნება, რუსეთი გაიტანს ძირითად თანხას. ევროკლიერი კი დარჩება უზარმაზარი ფინანსური ორმოთი, იმიტომ რომ სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ძირითადი აქტივი გაქრება. ამ ორმოს ამოვსება კი ბელგიის სახელმწიფოს საკუთარი ბიუჯეტიდან მოუწევს, როგორც ევროკლიერის მთავარ აქციონერს. სადაო გეგმაზე როიტერი წერს. ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ განაცხადა, რომ მხარს უჭერს რეპარაციული სესხის მოდელს, რომელიც ეფუძნება რუსული სახელმწიფოს იმ აქტივებს, რომლებიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო ევროკავშირში არიან გაყინული. თუმცა ბელგია, რომლის იურისდიქციაში ამ აქტივების დიდი ნაწილი ინახება და რომელსაც იურიდიული ხასიათის სერიოზული კითხვები აქვს, ამ წინადადებით მაინც არ არის კმაყოფილი. ბელგიამ თავი დაუცველად რომ არ იგრძნოს. ბრიუსელი კიევის დახმარების ფორმულას კიდევ ერთხელ ცვლის და კიდევ უფრო არბილებს. ამჯერად ევროკომისია სთავაზობს უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის რეპარაციულ სესხს, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება რუსეთის გაყინული აქტივებით და რომელზეც ევროკავშირის თითოეული წევრი იქნება პასუხისმგებელი. ასე გაჩნდება ტერმინი საერთო ევროპული ვალი. განცხადებას გერმანიის კანცლერიც გააკეთებს. ფრიდრიხ მერცი ნორვეგიაში დაგეგმილ ვიზიტს გააუქმებს და ბრიუსელში ჩავა. ფონ დერ ლაიენთან ერთად ბელგიის პრემიერ-მინისტრს რომ შეხვდეს და დაელაპარაკოს. ეს ფული უნდა წავიდეს უკრაინაში და უნდა დაეხმაროს უკრაინელებს. თუმცა ამჯერად რისკს მხოლოდ ბელგია აღარ ატარებს. პასუხისმგებლობა კოლექტიურად მთელ ევროკავშირს გადაუნაწილდება. როიტერს ფონ დერ ლაიენის ციტატა მოჰყავს. ჩვენ ვთავაზობთ, რომ უკრაინის დაფინანსების საჭიროებების 2/3 მომდევნო 2 წლის განმავლობაში დავფაროთ. ეს 90 მილიარდი ევროა. დანარჩენი საერთაშორისო პარტნიორების დასაფარად იქნება საჭირო. ჩვენ უნდა გავზარდოთ ომის ფასი პუტინის აგრესიებისთვის და დღევანდელი წინადადება სწორედ ამის საშუალებას გვაძლევს. ბრიუსელის სამჯერ შეცვლილი გეგმა ერთი ძალიან მკაფიო დასკვნის საშუალებას იძლევა. ევროკავშირს აღარ აქვს საკმარისი საკუთარი ფინანსური რესურსი და ამიტომ სესხულობს არა საკუთარ ანგარიშებზე დაყრდნობით, არამედ რუსული აქტივების გამოყენებით. ეს კი აღარ ჰგავს მშვიდობის დაფინანსების მოდელს. ეს არის ომის გაგრძელების ფინანსური არქიტექტურა. ევროპიან კონსერვატივი წერს. ბრიუსელს ეს პოტენციურ წარმატებად ეჩვენება. საომარი მოქმედებების მხარდაჭერა ახლა მას იდეალური გზა ჰქონია. თანაც იმ პირობებში, როცა ვაშინგტონი უკვე დაიღალა კონფლიქტის დაფინანსებით, მაგრამ ევროპელი ლიდერები ამ ნაბიჯს სიბრაზით და უსასრულო შთამბეჭდავი ამ პარტავნებით აკეთებენ. ვისაც ისტორია ოდნავ მაინც ახსოვს, მას ეჩვენება, რომ ისინი ევროპის საფუძვლებში მხოლოდ ფინანსურს კი არა, პოლიტიკურ ბომბსაც ცდებენ. სრულიად ვერაცნობიერებენ, რა შედეგები შეიძლება დაატყდეთ თავიანთ ხალხებს. ამერიკის პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმის საპირისპიროდ ფონ დერ ლაიენი ომის გასაგრძელებლად ფულს ეძებს. ტრამპი ცდილობს კიევი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას. ფონ დერ ლაიენი კი ცდილობს კიევი ფრონტის ხაზზე დატოვოს.
ტრამპი უკრაინას ომში აღარ ეხმარება. Deep State-ის მარიონეტი ფონ დერ ლაიენი კი სრულ მხარდაჭერას აყუთქვამს. მის პოზიციებს იცავს კაია კალასი. ევროკავშირის მთავარი დიპლომატი ცდილობს რეალობიდან, ტრამპის მოლაპარაკების გეგმიდან, ყველას ფოკუსი უკრაინის ფრონტისკენ გადაიტანოს. მაგრამ ეს ქალი, კაია კალასი, კრემლის საჩუქარი უფროა. მიიჩნევს ტელეგრაფი და წერს. კალასმა ტრამპის გეგმაზე პასუხად განაცხადა, რომ ევროპის მიზანია სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა, ხოლო ბრიუსელის პოლიტიკა მიმართულია უკრაინის გაძლიერებისა და რუსეთის შესუსტებისკენ. სწორედ ასე ჟღერს ეს ყველაფერი. მხოლოდ ერთი პრობლემაა: უკრაინის გასაძლიერებლად ფული, იარაღი და რაც ყველაზე მთავარია, ახალგაზრდების უწყვეტი ნაკადი არის საჭირო. ისეთი ახალგაზრდებისა, რომლებიც მზად იქნებიან ბრძოლა გააგრძელონ და მოკვდნენ. ასე რომ ახლა რუსეთის დამარცხების უკვე ევროკავშირშიც აღარ სჯერათ. ბელგიის პრემიერი ამას პირდაპირ ამბობს. სრული ილუზიაა, რომ რუსეთი უკრაინაში ომს წააგებს. არც არის სასურველი წააგოს და არა სტაბილურობა დამყარდეს ქვეყანაში, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს. ევროპა ცდილობს გაყინული აქტივები უკრაინაში გადაიტანოს, რათა იარაღის მსხვილი გარიგებებიდან მოგება მიიღოს. მიაჩნია უნგრეთის პრემიერს. ბრიუსელი შეთანხმებას ვერ ახერხებს, თუმცა ზეწოლას არ ეშვება. ეს კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ ადასტურებს. ომი Deep State-ის ინტერესია. ბრიუსელის ბიუროკრატია კი მისი დღის წესრიგით მუშაობს. ამიტომაც ეძებს ასეთი მონდომებით გამოსავალს. და როგორც ყოველთვის, ბრიუსელი გამოსავალს მაინც პოულობს. მაგრამ ეს გამოსავალი არც ერთ ქვეყანას არ აწყობს. ახლა კი ევროკომისიის ბიუროკრატია ევროკავშირს ახალი საფრთხის წინაშე აყენებს. ის დარტყმის ქვეშ ევროპული ფინანსური ინსტიტუტების სტაბილურობას აყენებს, რადგან რუსული აქტივების კონფისკაციის ან მათი უსაფრთხო გამოყენების სქემები არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ სამართლებრივ და ინსტიტუციურ რისკებს აჩენს. Financial Times-ი ფოკუსს ევროზე აკეთებს. გამოცემის შეფასებით ეს ფინანსური ინსტრუმენტი კი არა, გეოპოლიტიკური პრეცედენტია, რომელიც არღვევს ნდობას ევროსადმი, როგორც უსაფრთხო ვალუტისადმი, რისკავს ევროპული ფინანსური სისტემის გრძელვადიანი სტაბილურობით. რუსულ აქტივებზე წვდომა რისკს უქმნის ევროს უსაფრთხო სტატუსს. ვალუტას ასევე ემუქრება რუსეთის მხრიდან ევროპის საზღვრებზე მომავალი აგრესიის რისკი. სამართლებრივ და რეპუტაციულ რისკებზე საუბრობს თავად ბელგიის საფინანსო ინსტიტუტი ევროკლიარი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვუჭერთ მხარს უკრაინის მხარდაჭერის მიზანს, ინიციატივამ შეიძლება გამოიწვიოს შორს მიმავალი სამართლებრივი, ფინანსური და რეპუტაციული რისკები ევროკლირისთვის, ბელგიისთვის, ევროკავშირის და მისი ფინანსური ბაზრებისთვის. ექსპერტები თვლიან, რომ რუსული აქტივების ექსპროპრიაცია ანგრევს ნდობას, რომელზეც დგას ევრო და მთელი ევროპული საბანკო სისტემა. თუ ბრიუსელი ამ ინიციატივას გაიტანს, მაშინ ევროკავშირის საფინანსო სისტემიდან კაპიტალის გადინება დაიწყება. ვერავინ იგრძნობს თავს დაცულად. ეს სერიოზული დარტყმა ისევ ევროკავშირისთვის იქნება. სანქციებით ეკონომიკური რყევა უკვე გამოიწვიეს. მიგრაციით სოციალური სისტემა უკვე ჩამოშალეს. ახლა ფინანსურ არქიტექტურას ანადგურებენ. ხაზგასასმელია, რომ ბრიუსელისა და ევროკომისიის გეგმის მიხედვით რუსული აქტივების კონფისკაცია ევროკავშირმა სესხით უნდა გაამყაროს. ყველაზე მეტი კი ამ სქემაში ისევ გერმანიას ექნება გადასახდელი, დაახლოებით 52 მილიარდი დოლარი. დღეს უკვე აშკარაა, რომ ევროკავშირი სრულად იმართება Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის მიერ და ბრიუსელის ბიუროკრატია ასრულებს დავალებას. დავალება კი სხვა დანარჩენებთან ერთად ევროკავშირის როგორც ფინანსურად სანდო ორგანიზაციის განადგურებაა. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ, კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.